მოგესალმებით. გზა ჯვარედინები. ალბათ დამეთანხმებით, რომ მართვის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული ნაწილია. მაგრამ რა, თუ გეტყვით, რომ არსებობს ერთი ძალიან მარტივი სისტემა, ერთგვარი პირამიდა, რომელიც ამ ხაოსს ერთხელ და სამუდამოდ ალაგებს. მოდით ჩავუღრმავდეთ. მოდით პირდაპირ ფაქტებით დავიწყოთ. აი შეხედეთ ამ ციფრს, 85%. საგზაო შემთხვევების 85%-ზე მეტი სწორედ გზაჯვარედინებზე ხდება. დიახ, 85%. ეს უბრალოდ მშრალი სტატისტიკა არ არის, ხომ ხვდებით? ეს პირდაპირი გაფრთხილება იმისა, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ზონებში წესების ზედმიწევნით ცოდნა. და რა ხდის მათ ასე საშიშს? პასუხი, იცით, საკმაოდ მარტივია. ისინი, ასე ვთქვათ, არასტაბილური სისტემებია. ანუ ყველაფერი ერტნობა იმას, რომ თითოეულმა მძღოლმა იცის და იცავს წესებს. მაგრამ საკმარისია სულ ერთი შეცდომა. იქნება ეს უცოდინდრობის, უყურადღებობის თუ ცუდი ხილვადობის ბრალი და გზაჯვარედინი, როგორც ამას წყაროში ამბობენ, პირდაპირ სიკვდილის არენად იქცევა. ხო და აი აქ ჩნდება მთავარი კითხვა. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ქაოსში, რომ თავი დავიცვათ და უსაფრთხოდ ვიმოძრაოთ? როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება წამის მიასედებში, როცა ყველა მხრიდან მანქანები მოდის? და პასუხი იცით გაცილებით მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მას პრიორიტეტის პირამიდა ქვია. წარმოიდგინეთ ეს როგორც თქვენი პირადი მენტალური რუკა, რომელიც გზაჯვარედინის სრულ ქაოსს ლოგიკურ წესრიგად აქცევს და ერთხელ და სამუდამოდ გიპასუხებთ კითხვაზე, ვის აქვს უპირატესობა. ამ სისტემის მთავარი ლოგიკა, მისი ოქროს წესი, წარმოუდგენლად მარტივია. რაც უფრო მაღლაა რაღაც პირამიდაში, მით უფრო ძლიერია ის. ანუ იერარქიის მაღალი დონე ყოველთვის გამონაკლისის გარეშე აუქმებს ყველაფერს, რაც მის ქვემოთაა. დაიმახსოვრეთ, მაღალი დონე ყოველთვის იგებს. სულ ეს არის. კარგი, მაშინ დროა საქმეზე გადავიდეთ და დეტალურად ჩაუღრმავდეთ პირამიდის ხუთივე დონეს, ზემოდან ქვემოთ. აი თქვენ წინაშია სრული იერარქია. პირველი საგზაო რეგულირებადი, მერე მოდის ოპერატიული სამსახურის მანქანები, შემდეგ შუქნიშანი, მერე საგზაო ნიშნები და ბოლოს ფუძეზე მარჯვენა ხელის წესი. ეს არის ჩვენი გზამკვლევი, რომელსაც ახლა ეტაპობრივად დონე-დონე მიუყვებით. დავიწყოთ პირამიდის მწვერვალიდან, სადაც დგას საგზაო რეგულირებადი. ის არის გზაჯვარედინის აბსოლუტური მმართველი. მისი სიგნალები აუქმებს აბსოლუტურად ყველაფერს, შუქნიშანს, ნიშნებს, ყველა სხვა წესს. ანუ შუქნიშანი წითელიც რომ ენთოს, თუ რეგულირებადი გზას გაძლევთ, თქვენ უნდა გაიაროთ. წერტილი. მისი ძირითადი სიგნალების დამახსოვრება ძალიან მარტივია. თუ რეგულირებადს გვერდიდან ხედავთ, თქვენთვის გზა ხსნილია. თუ მას წინიდან ან ზურგიდან უყურებთ, უნდა გაჩერდეთ. და რაც მთავარია, ეს წესი მოქმედებს მაშინაც კი, თუ მას ხელები ჩამოშვებული აქვს. მთავარი მისი სხეულის მდგომარეობაა. ხოლო ვერტიკალურად აწეული ხელი კი ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა უნდა გაჩერდეს. კარგი, გადავინაცვლოთ მეორე დონეზე. რეგულირებადის შემდეგ პრიორიტეტი ენიჭება ოპერატიული სამსახურის მანქანებს, გულისხმობს სასტრაფო დახმარებას, სახანძროს და პოლიციას. მაგრამ აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა. და ეს არის გადამწყვეტი მომენტი. მათ პრიორიტეტი აქვთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთდროულად ჩართული აქვთ ციმციმა შუქურა და ხმოვანი სირენა. ორივე ერთად. თუ პოლიციის მანქანა მოძრაობს ამ სიგნალების გარეშე, ის ითვლება ჩვეულებრივ მანქანად და ჩვეულებრივად ემორჩილება ზოგად წესებს. შემდეგ დონეზე გვაქვს შუქნიშანი. როდესაც გზაჯვარედინზე არც რეგულირებადი დგას და არც ოპერატიული მანქანა მოდის სირენით, სწორედ შუქნიშანი განსაზღვრავს მოძრაობის წესრიგს. და გახსოვდეთ, მისი სიგნალები ყოველთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე იქვე მდგომი საგზაო ნიშნები. და აქვე მინდა ერთი უმნიშვნელოვანესი რჩევა გაგიზიაროთ, რომელიც ყველამ უნდა დაიმახსოვროს. არასდროს შეხვიდეთ გზაჯვარედინზე, თუნდაც მწვანე გენთოთ, თუ ხედავთ, რომ წინ საცობია და შიგნით გაჭედვის რისკი არსებობს. გზაჯვარედინის ბლოკირება სერიოზული დარღვევაა და რაც მთავარია, სრულ ქაოსს ქმნის ყველასთვის. აბა რა ხდება, როცა შუქნიშანი საერთოდ გამორთულია, ან მხოლოდ კვიცლად სიმწიმებს? სწორედ აქ შემოდის თამაში მეოთხე დონე, საგზაო ნიშნები. ამ დროს ჩვენ მთლიანად ვეყრდნობით ნიშნებს, რომლებიც გვეუბნებიან, ვისია უპირატესობა. მოდით ერთმანეთს შევადაროთ ორი ყველაზე გავრცელებული ნიშანი. სტოპ ნიშანი, იგივე P2, მოითხოვს სრულ ფიზიკურ გაჩერებას. ანუ თქვენ უნდა გაჩერდეთ ხაზის წინ, თუნდაც გზა სრულიად ცარიელი ჩანდეს. საბურავებმა ბრუნვა უნდა შეწყვიტონ. დაუთმე გზა კი, ანუ P1, უფრო მოქნილია. თქვენ ანელებთ, რწმუნდებით, რომ გზა თავისუფალია და თუ არავის უშლით, ისე აგრძელებთ სვლას. ანუ ჩერდებით მხოლოდ მაშინ, თუ ამის აუცილებლობაა.
და აი, მივადექით პირამიდის ფუძეს. ყველაზე საბაზისო წესს. როდესაც გზაჯვარედინზე არაფერია ზემოც ჩამოთვლილთაგან, არც რეგულირებადი, არც ოპერატიული მანქანა, არც შუქნიშანი და არც პრიორიტეტის ნიშნები, მაშინ მოქმედებს ოქროს წესი, მარჯვენა ხელის წესი. ანუ უპირატესობა ენიჭება იმას, ვინც თქვენგან მარჯვნიდან მოდის. თუმცა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გამონაკლისები. მარტივად რომ ვთქვათ, მარჯვენა ხელის წესი არ მუშაობს, როდესაც თქვენ მთავარ გზაზე გამოდიხართ რაიმე მეორეხარისხოვანი ტერიტორიიდან. ეს შეიძლება იყოს გრუნტის გზა, კერძო ეზო, პარკინგი, ბენზინგასამართის სადგური ან საფეხმავლო ზონა. ასეთ დროს პრიორიტეტი ყოველთვის და ყველგან მთავარ გზაზე მოძრავ მანქანას აქვს. თქვენ კი გზა უნდა დაუთმოთ. კარგი, პირამიდა შესანიშნავ საფუძველს გვაძლევს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე განსაკუთრებული შემთხვევაც, რომელთა ცოდნაც უბრალოდ აუცილებელია. მოდით ახლა ამ ნიუანსებსაც გადავხედოთ. არსებობს ერთი წესი, რომელიც მართალია ფორმალურად პირამიდაში არ შედის, მაგრამ პრაქტიკაში ფაქტობრივად ყველა სხვა წესზე მაღლა დგას. ეს არის ქვეითის პრიორიტეტი. დაიმახსოვრეთ, გზაჯვარედინზე ქვეითს ყოველთვის აქვს უპირატესობა. ეს არის უსაფრთხოების და უბრალოდ ადამიანური კულტურის ურღვევი კანონი. რაც შეეხება წრიულ მოძრაობას, აქ მთავარი წესი ძალიან მარტივია. ყოველთვის დაუთმეთ გზა იმ მანქანებს, რომლებიც უკვე წრეში მოძრაობენ. სულ ეს არის. და კიდევ ერთი პატარა, მაგრამ სასარგებლო რჩევა. მარჯვენა მოხვევის სიგნალი ჩართეთ მხოლოდ უშუალოდ თქვენს გასასვლელთან და არა მანამდე. კარგი, ახლა როცა მთელი თეორია გავიარეთ, მოდით ჩვენი ცოდნა პრაქტიკაში გამოვცადოთ. წარმოვიდგინოთ ერთი რთული, ერთი შეხედვით სრულიად გადაუჭრელი საგზაო სიტუაცია. წარმოიდგინეთ სამი მანქანა უნიშნო გზაჯვარედინზე, სადაც ყველას მარჯვნივ სხვა მანქანა უდგას. ერთი შეხედვით ჩიხია, არა? მაგრამ გამოსავალი არსებობს და ის ძალიან ლოგიკურია. პირველი, ყვითელი მანქანა ოდნავ წინ იწევს ცენტრისკენ, რითაც ათავისუფლებს ლურჯის მარჯვენა მხარეს. მეორე, ლურჯი მანქანა გადის, რადგან მისი მარჯვენა მხარე უკვე თავისუფალია. მესამე, როგორც კი ლურჯი გავიდა, წითელსაც გაუთავისუფლდა მარჯვენა მხარე და ისიც გადის. და ბოლოს, მეოთხე, ყვითელი მანქანა მშვიდად ასრულებს თავის მანევს. ხედავთ, ლოგიკა და ურთიერთპატივისცემა ყოველთვის მუშაობს. და აი მთავარი დასკვნაც, თქვენ უკვე ფლობთ იმ ინსტრუმენტს, რომელიც ნებისმიერი გზაჯვარედინის სწორად წაკითხვის საშუალებას გაძლევთ. მაგრამ წესების ცოდნა სამწუხაროდ ყველაფერი არ არის. ნამდვილი გამოწვევა ისაა, რომ შეძლოთ სხვა მძღოლების ქმედებების წინასწარ განჭრედა. სწორედ ამიტომ თავდაცვითი მართვა და მუდმივი ყურადღება ყოველთვის იქნება თქვენი უსაფრთხოების მთავარი გარანტი. იმოძრავეთ ფრთხილად და ყურადღებით,